საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი. 7 პირს კი მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ ყოფ 4 პირსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ღონისძიების მიმდინარეობის დროს ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გუნკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩაატარეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულები დგინდება, რომ დაკავებული ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ ყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას თხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ასევე საზღვარგარეთ ყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლ იარაღები და დიდი ოდენობით ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 კვარტამუხლის პირველი, 223 ტერციამუხლის მეორე და 223 პრიმამუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე 119 და 191 მუხლებით მიმდინარეობს. ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-6 და 237 მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მე-3 პირზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად უზრუნველყოფს, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.